53 დღე რუსთაველის გამზირზე აქციების უცვლელ ეპიცენტრში პროტესტის მუხლი არ ცხრება. გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებსაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა ჯერ ხმები და შემდეგ ევროპული მომავალი წაართვა, დაუღალავად იბრძვიან მთავარი მოთხოვნებისთვის. ხალხი მიიჩნევს, რომ ხელახალ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს, რეჟიმის პატიმრები კი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე? დავით კობიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. უწყვეტი პროტესტის 53 დღეს შეკრების ტრადიციული ადგილი რუსთაველის გამზირი ისევ არის გადაკეტილი დაახლოებით 50 წუთია, რაც აქ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა და ტრადიციულად მოქალაქეები მოვიდნენ იმისთვის, რომ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მათი მოთხოვნების შესახებ საზოგადოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი ახალი არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. ვიდრე მოქალაქეების პოზიციას მოგასმენინებთ თუ რა მოლოდინები აქვთ მათ, მე მსახიობებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს ვხედავ ახლა აქციაზე და მინდა მათი პოზიცია მოგასმენინდოთ ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. შევახსენებ მაყურებელს, რომ ხვალ რეჟიმის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი გაიმართება საქალაქო სასამართლოში 11-ის ნახევარზე და უნდა გადაწყდეს ამ ადამიანებს წინა სასამართლოს ხდომამდე, რომელიც მარტამდე გადაიდო პროკურატურის მოთხოვნით საპატიმროში დატოვებენ თუ გაათავისუფლებენ. ამიტომ საინტერესოა როგორი მოლოდინები აქვთ თავად მსახიობებს, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ მსახიობებიც, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე არიან დაკავებულები. გიგა დათიაშვილი მსახიობი არის ჩვენთან ერთად, შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მისი პოზიცია მოვისმინოთ. გიგა, როგორია თქვენი მოლოდინი ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით? არის თუ არა თქვენ მიმართ მაგალითად იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა მოსამართლემ მიიღოს მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, ვიდრე პროცესი მარტში არ ჩაენიშნება? ხო, არ ვიცი, რთული არის მაგის თქმა, რამდენადაც ეს სასამართლო არის პოლიტიკური და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილი არის. პოლიტიკური ნება როგორც იქნება იმ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, ისე მოხდება ყველაფერი. არ ვიცი რამდენად აქვთ მოსამართლეებს იმის და მე მგონია რომ არა აქვთ იმის თავისუფლება, რომ თავიანთი პირადი გადაწყვეტილება გამოაცხადონ ამ სასამართლოზე. თუმცა არ ვიცი თუ აღმოჩნდება მოსამართლე რომელიმე და ის კონკრეტული ადამიანი, ის მოსამართლე რომელიც ხვალ იქნება სხდომაზე, თუ აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც სამართლებრივ ჭირილში სწორად წაიყვანს პროცესს, აუცილებლად უნდა გამოუშვან ანდრო და ამისი 100%-იანი მოლოდინი მაქვს მე პირადად. თუ ესე არ მოხდება და ისიც იქნება მარიონეტი, მაშინ დარჩება ანდრო პატიმრობაში. დიდი მადლობა, გიგა დათიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მიშა, თქვენს კითხავთ, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და თავად ის ფაქტი, რომ პროკურატურამ მოითხოვა გადავადება სასამართლო პროცესის, მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებების ნაკლებობა ამ საქმეებში, რაზეც იყო აქამდე საუბარი, რომ ეს შეკერილი საქმეებია პოლიტიკური მოტივით. გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ხვალ შესაძლოა მოსამართლემ გამომართლებელი განაჩენი გამოიტანოს მანამ სანამ არ ჩაშეინიშნება შემდეგი პროცესი? გამომართლებელ განაჩენს ვერ გამოიტანს, ანუ მაქსიმუმ ისქნას, რომ სახლში დაელოდონ შემდეგ სასამართლო პროცესს უკანონო პატიმრები. რა მოლოდინი მაქვს არ ვიცი, ანუ რა ვიცი, ყველანაირი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამათგან, იმიტომ რომ ყველანაირი ჩარჩოებიდან გასულები არიან რა, ეს სამართალი არ არის და თავისთავად მტკიცებულებები არ არსებობდა საქმის დასაწყისშივე. ის რაზეც, მაგალითად ანდროს რაზეც ედავებოდნენ, რა მტკიცებულებების ჰქონდა წარმოადგენელი, იყო აბსოლუტური აბსურდი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაღაცა ან მაგასაც ვერ ხვდები, საერთოდ ანაღლებთ თუ არა ის, რომ რამე მტკიცებულებები შეაგროვონ. არ მაქვს მე შტაბეჭდილება არც ამ მთავრობაზე, არც ამ სასამართლოზე, რომ ისინი თანმიმდევრულობას ცდილობენ. სულ არა, მათ ჭირდებათ დააშინონ ადამიანები, გააჩერონ პროტესტი, არც ერთი გამოვად და არც მეორე, არც დათმობაზე წამოსვლით, არც უფრო დამძიმებით. ჩვენთვის ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კიდე ერთ მოძალადე რეჟიმთან თანავიარსებოთ, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, ჩვენ არ ვუშვებთ ამ მთავრობის ლეგიტიმაციას და ჩვენთვის ბრძოლა გრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში და მათი, ანუ საერთოდ მე მათ უფლებოდ ვთვლით, თუნდაც აი ამ სასამართლო პროცესში და ამ განხილვაში მე ვერ ხედავ მათ ლეგიტიმურობას, იმდენად რამდენადაც ყველაფერი, რაც ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ, სამართალს ძალიან დაშორებული იყო და მე არ მაქვს არც ამ სასამართლოს ნდობა, მით უმეტეს ამ მთავრობის ნდობა არ მაქვს, არ მაქვს კონკრეტული მოლოდინები. ერთადერთი ვიცი, რომ ჩვენ ამ წუთას რაღაცა პროცესს გავდივართ, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს.
დიდი მადლობა. საინტერესოა ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. პარალელურად დილის 10 საათიდან აპირებენ მოქალაქეები რომ შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოს ეზოში სოლიდარობის ნიშნად და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც აქვთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს და არა მხოლოდ აქ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ნინო დოლიძეს ვხედავ, მასთანაც გავაგრძელებ პირდაპირ ეთერში საუბარს. ნინო, პირდაპირ ეთერში ვართ, კითხავთ, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ იმ ფონზე, როცა ვხედავთ საერთაშორისო ზეწოლას, ვხედავთ ამერიკის მხრიდანაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერ გზავნილებს. რამდენი დრო დარჩა რეჟიმის ჩამოსვლამდე საბოლოოდ, როცა შესრულდება ის მოთხოვნები, რომელიც ამ ადამიანებს აქვს? კი ბატონო, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის ის მხარდაჭერა, რასაც ისინი უწყვეტად აჩვენებენ და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ისიც, რაც დღეს ხდება აქ, უკვე რამდენი დღეა საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. კონკრეტულად ძალიან რთულია თქვა, რამდენი დღე დარჩა თუ კვირა დარჩა, იმიტომ რომ ეს შესაძლოა არავინ იცის და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს შესაძლოა არ იყოს მოკლეხნიანი ბრძოლა ქართველი ხალხის თავის დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროპული განვითარებისთვის, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქ ვინც არიან ადამიანები, როგორც ერთი თვის წინ, ასევე დღეს მზად არიან, რომ იქნებიან მანამ, სანამ არის საჭირო და ამ ფონზე ის მხარდაჭერა, რასაც ხედავთ საერთაშორისო ველზე, არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ კონკრეტულ დღეს თუ თარიღს არ უნდა ველოდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროცესი შესაძლოა ჯერ კიდევ გაგრძელდეს, შესაძლოა ძალიან მალე დასრულდეს ხალხის სასიკეთო, შესაძლოა ჯერ კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა არის უცვლელი. ჩვენ ხედავთ იმას, რომ უფრო და უფრო მეტად მოდის საერთაშორისო მხრიდან ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, ეს კიდევ უფრო გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აუცილებლად გარდაუვალია ის, რომ ქართველი ხალხის სურვილი შესრულდეს, იმიტომ რომ სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება. დიდი მადლობა. ნინო დოლიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. მოქალაქეები განაგრძობენ აქ მოსვლას, შეკრებას. ტრადიციულად და მოლოდინი არის იმისა, რომ მათი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდება და მანამდე მოქალაქეები არ აპირებენ დაღლას. ორი ვარიანტი არსებობს მოქალაქეებისთვისაც, როგორც დღეს ამაზე ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა, რომ ერთი ქართულმა ოცნებამ დროულად მიიღოს ის რეალობა, რომელიც დგას დღეს ქვეყანაში, შეასრულოს ის მოთხოვნები, რომელიც აქვს მოქალაქეებს, დანიშნოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს რეჟიმის პატიმრები, ან მეორე შემთხვევაში რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება. ეს იქნება რთული პროცესი, როგორც პრეზიდენტის აღნიშნავდა დღეს ამას საკუთარ სიტყვაში, თუმცა საბოლოო ჯამში ეს პროცესები აუცილებლად მაინც დასრულდება ხალხის გამარჯვებით, ხალხის, რომელიც არ ნებდება და აგრძელებს საკუთარ პროტესტს მანამ, სანამ მათი ორი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება.